ლეროი მოეშვით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ კოსმოსში ხართ. გაიშალეთ და დაიშალეთ ამ კოსმოსში. გაიშალეთ, დაიშალეთ. ჩემს ნიშანზე წარმოიდგინეთ, რომ არ გაქვთ არც ერთი ძვალი. იმოძრავეთ, ძვლების გარეშე იმოძრავეთ. კარგია. ჩემს შემდეგ ნიშანზე ნელ-ნელა გიბრუნდებათ ძვლები, ოღონდ თქვენი კიდურები უნებლიეთ იწყებენ მოძრაობას. აბა შეეცადეთ, რომ დაიმორჩილოთ თქვენი კიდურები, დაიმორჩილეთ. მადლობა, კარგია. აბა დავდგეთ ისევ ნახევარწრეზე. მოკლედ, ამ სემესტრში ამგვარი დაკვირვებები უნდა მივმართოთ ჩვენი შინაგანი სამყაროსკენ. შევეცადოთ გავაანალიზოთ ემოციური მდგომარეობები. მაგალითად, შიში, სევდა, განრისხება, სიხარული. სინამდვილეში ეს გაცილებით უფრო რთულია. თქვენ მოგიწევთ თქვენი თავის გახსნა. უნდა გააშიშლოთ ის, რაც თქვენს სულში ხდება. გასაგებია? მოდი ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ძალიან გტკივათ თავი. აი ძალიან გაუსაცლისად გტკივათ თავი. აბა ახლა წარმოვიდგინოთ, რომ გტკივა უფრო ღრმად ჩვენს სულში. აი ამაშია საქმე. მოკლედ, პირველი დავალება. უნდა აღიდგინოთ თქვენი ტკივნეული მოგონებები. რაიმე ისეთი, რაც თქვენ ძალიან განიცადეთ და ამავე დროს დაგეხმარათ საკუთარი თავის უკეთგაცნობაში. ტკივილთან ერთად დაგეხმარათ, რომ რაღაც აღმოგეჩინათ საკუთარ თავზე.